გამარჯობათ მეგობრებო, არხიდან წერება კარგავ. გამარჯობათ. უკვე ჩვენ ბინაში ვართ რა და თელდგე ამას ჩალიჩობდით, აი. უმელი თავდით. ჭერქვეშ თითმო დავატრიალეთ რა. ეს მოხდა. ცოტა შესაფუთებიღა დაგვჭა, მაგრამ მაგასაც გავაკეთებთ. და აი ძაღლივით ამ შეაუროვით თქვენ ეგალი რა. მოდი, პატივცემულებო, ბატონო დავით. მე შენ გაგიკეთებ ძალიან სწრაფ და გემრიელ საჭმელს. სწრაფ რატო? ანუ ბევრი ფორი აქიდა ჩალიჩი ამას არ უნდა რა. განიგე, არც რაღაცა მოდი და ხო. რატო ის არა ვარ აქია მზარეული უყურეთ. შამფური გუნდა ჯოხი აიღეთ ნებისმიერი კარტოფილი, ხორცი, კარტოფილი. მერე ისევ კარტოფილი. ბუტერბროტი გამოვიდა. ხო, ხორცი ეცადეთ რომ და ბატონი დავითის მუღამში წამოვიღეთ მჭლე ხორცი. ჯობია რომ ცოტა ის იყოს, რა ქვია, ხორცი. ქონიანი რა, რომ კარტოფილში ესე ჯიგრულად იმაშვრება ხოლმე მე. რა მინდოდა თქვა რა, ეხლა ზოგი ძის ალბათ გულში იცინი საერთოდ კარტოფილი ხორცზე გვიან იწובה რა. ვეზე კარტოფილი არის სულ წყალში რა. ხო, კარტოფილი არის სულ წყალი. ასე რომ თან სიფტყეზეა აგეთ აი ესე. მერე ესე. დაიწובה ეხლა იქ ხორცი? არა, ჩვენ რო ეხლა მოდი აი ესეთი ულუფები გავაკეთოთ, აი. კაი. მოკლედ ამას აიღებთ, აი ესე ააგებთ. და არც ერთ შემთხვევაში არ წამოაგებთ იმაზე რა ქვია. ერთ შამპუნს. მარილი ხوار უნდა? უნდა, მარილიც უნდა და ყველაფერიც უნდა ბატონო დავით. ანუ აი ესე გააკეთებთ. ეს ღვინო იქით გადავდგა და ცოტა ზეთს დაასხავთ. ოღონდ ცოტა ზეთი ნიშნავს ცოტა ზეთს. უშენი. აი ახლა მეტი მომივიდა. არა უშავს. არა უშავს. მარილი. ამას ახლა მარილს. ვინა მარილს მე მოვახარე. არ გინდა ბატონო დავით. მარილს მაინცა და მაინც. ნუ დაინანებთ, იმიტომ რომ კარტოფილს მარილი უხდება. კარაქიც ხდება კარტოფილს. ხო. მერე ეს მომეცი, ეს არის შავი პილპილი. ეხლა ვიგავ არ გვიგაც არის.